Uçamiერთებული გაქვს? არა გორე? დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ვინ დაიწყო? ვაქენობას ულოცავ ზუგდიდ სამეგრელოს, სრულიად საქართველოს მნიშვნელოვანი საეკლესიო და საერო დღესასწაული არის დღე, რომელიც მოწმობს ჩვენი ეკლესიის განსაკუთრებულ ტრადიციას, იმას, რომ ჩვენი ეკლესია, ჩვენი ხალხი ზუგდიდი არის ღვთისმშობლის კვართის მცველი, ეს დიდ მადლთან ერთად არის დიდი პასუხისმგებლობაც და აჩვენებს იმას, თუ რამხელა მისია აქვს ქართველებს, როგორც ღვთისმშობლის კვართის და მცხეთაში უფლის კვართის მცველს. ეს არის ის, რაც ჩვენ გამოგვატარა ასწლეულები და ეს არის ის ისკენაც რაც ისი ერთგულებაც ჩვენ ხალხს არაერთხელ დაუმტკიცებია. ეს არის ის, რამაც ყველა ობედითი ჟამი გამოგვატარა და დღესაც გვაძლიერებს. ბრიუსელის მინისტრიალში გამოლადგინებით არის ბაზარშავა როგორ ფიქრობთ იქნება თორე შეზღუდვები და ოპოზიციამდე შეიძლება ამით დავიწყოთ ბოდიში აი გუშინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მალევე სპეკულაცია დაიწყო პოლიტიკური ოპოზიციურმა მხარემ და შეიძლება აი შეაფასოთ ეს რას ნიშნავს. ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. ეს არის ის, რაც ნაკვები არის გარედან, ისტერია და ჩასაფრება რომ რაიმენაირად ადამიანების ტრაგედიაზე პოლიტიკურად ისპეკულირონ. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პარაზიტები, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანების ბედისწერით. ასე რომ არაფერი ახალი არ არის, ასე იქცევიან უკვე წლებია და მომავალშიც რა თქმა უნდა ასე მოიქცევიან. არიან პოლიტიკური გიენები, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანების ტრაგედიაზე. ბრიუსელის მინისტერიალთან დაკავშირებით გაქვთ რაიმე მოლოდინები ამასთან დაკავშირებით და კინოთურა შეზღუდვები საქართველოს საუბარი, მოკლედ განსხვავებული საქართველოს საკუთრების სანქციებზე საუბარი, როგორც პერსონალურზე, ასევე უვიზო მინუსის შეჩერებასთან დაკავშირებით, სამართლიანია წაყენებული პირობები, რომ შესაძლოა ეს საკითხი იყოს. ქართული ოცნების პოლიცსაბჭომ რამდენიმე დღის წინ ჩვენ გავავრცელეთ ღია წერილი და მე მგონი ძალიან კარგად დაემთხვა დღეს რასაც ურცმენთ მათ შორის ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს პირდაპირ მტკიცებულება იმისა, რასაც ჩვენ საუბრობთ. სამწუხაროდ ეს აგრესიული რიტორიკა ქართული სახელმწიფოს და ქართული ხალხის წინააღმდეგ ცილისწამებული და დეზინფორმაციული თავდასხმები, საბჭოური სტილის მუქარა, რომელსაც დღეს ვისმენდით მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის მხრიდან, რომელიც დღეს პირადად ორ ქართულ მოსამართლეს დაემუქრა სანქციებით. არ ვიცი, ეს არის ის სამწუხარო გზა, რომელსაც ბრიუსელი დღეს ადგას და ევროკავშირის მოქალაქეებმა უნდა შეხედონ ამას და გადაწყვიტონ მათ რა უნდათ, რომ საბჭოთა კავშირისკენ წაიყვანონ ბრიუსელში ამგვარმა ბიუროკრატებმა, რომლებიც დამოუკიდებელ ქვეყნის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების, დამოუკიდებელ მოსამართლეებს ემუქრებიან. და ეს უბრალოდ სირცხვილია, რასაც ამას ვისმენთ. ევროკავშირის ელჩი განმარტებებით თავს არ იწუხებს ხოლმე, მაგრამ მე მგონი ახლა განმარტებები გასაკეთებელი არის. ხედავთ ხომ, რისთვისაც ხედან ხტომათა დარბაზში, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები რისთვის ხედან, ამისთვის ხედან. რომ იქ შექმნან დამაშინებელი გარემო მოსამართლისთვის, რომ შემდეგ ამგვარი მუქალრები გაისმას ევროკავშირიდან, რომელიც როგორც მშვიდობის პროექტი შეიქმნა და დღეს გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი ქართულ ხალხზე, მის მართლმსაჯულებაზე თავდასხმის. ყველა შევახსენებ და ქალბატონ კალასაც შევახსენებ. ასეთი თავდასხმები ჩვენ გვესმოდა მიხეილ სააკაშვილის პროცესის შემდეგ, ნიკა მელიას პროცესის შემდეგ, გვარამიას პროცესის შემდეგ, ყველა ამ პროცესების შემდეგ დღეს თუ კალასი არის, სხვა წინა პერიოდში სხვა ჩინოვნიკები გამოდიოდნენ და ემუქრებოდნენ ქართულ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ მოსამართლეებს. ყოველ ჯერზე სტრასბურგში მიდიოდა საქმე და აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ევროკავშირი იყო მტყუანი და ქართველი მოსამართლე იყო მართალი სააკაშვილის საქმეზე. რომ მელიას საქმეზე ევროკავშირი იყო მტყუანი და ქართველი მოსამართლე იყო მართალი. რომ გვარამიას საქმეზე ევროკავშირი იყო მტყუანი და ქართველი მოსამართლე იყო მართალი. და ნაცვლად იმისა, რომ ქალბატონი კალასი ევროკავშირის სახელით ბოდიშს უხდიდეს ქართულ მართლმსაჯულებას ევროკავშირის მანამდე არსებული თავდასხმების გამო, რომელიც აღმოჩნდა სრული დეზინფორმაცია და ცილისწამება, დღეს ის ცილს წამებს ქართულ მოსამართლეებს და ემუქრება ქართულ მოსამართლეებს. სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიებები.
ამას აღარანაირი კავშირი ევროპულ ღირებულებასთან არ აქვს. სამწუხაროა, რომ პოსტსაბჭოთა პოლიტიკური ელიტამ ასე გააუფასურა ბრიუსელი, მისი ავტორიტეტი, რომ ჩვეულებრივი საბჭოთა თავდასხმის პროპაგანდა სტილის თავდასხმების ინსტრუმენტად აქცია. ასევე შეგახსენებთ, რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მუქარას, რომელიც ასევე მოისმინეთ ქალბატონი კალასის მხრიდან. შეგახსენებთ, რომ მანამდე მიღებული გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახური პასპორტებისთან სავიზო მიმოსვლის შემოღებაზე, ეს არის დარღვევა 2010 წლის ხელშეკრულების, რომელზეც მე ერთხელ განვაცხადე და ხედავთ, რომ ვერც კი შეეწინააღმდეგა ამას, ვერც ევროკავშირის წარმომადგენლობა, ვერც ბრიუსელიდან რომელიმე ჩინოვნიკი. ვინაიდან ეს არის ღია, აშკარა, უხეში დარღვევა საერთაშორისო ხელშეკრულებისა, რომელიც 2010 წელს არის დადებული. ამიტომ ასეთ აბიჯებზე როცა მიდის ბრიუსელის და მისი ჩინოვნიკები, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვიონ, სხვებს როცა ედავებიან და ამ დროს თვითონ არღვევენ საერთაშორისო ხელშეკრულებას საქართველოსთან, რა თქმა უნდა, ახლა ამის ფონზე მსგავსი მუქარები და ამ ტონით საუბარი დამოუკიდებელ ხალხთან არ არის გასაკვირი. ჩვენ იმიტომ არ გამოვეკეცით საბჭოთა კავშირს ევროკავშირისკენ, რომ ბრიუსელში ისევ საბჭოთა კავშირი დაგხვედროდა. ამიტომ მოუწოდებ მე ბრიუსელის ბიუროკრატიას, რომ დაუბრუნდნენ ადამიანის უფლებების პატივისცემის გზას. ის რასაც დღეს ვისმენთ ჩვენ უმაღლესი წარმომადგენლებს ხდება, ეს არის ადამიანის უფლებების უპატივცემულობა, ვინაიდან მართლმსაჯულება მათ შორის ემსახურება დაზარალებულების უფლებების აღდგენას. და როგორც ჩანს, ქალბატონი კალასისთვის დამწრობა მიღებული პოლიციელი ღირებულებას არ წარმოადგენს. როგორც ჩანს, ქალბატონი კალასისთვის წიხლებით რო შედგნენ პოლიციას, ის არაფერს არ წარმოადგენს. როგორც ჩანს, ქალბატონი კალასისთვის არაფერს არ წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს წვავდნენ და აქ მართლმსაჯულების განხორციელებას არ ხედავს საჭიროს. და ამიტომ როგორც ჩანს, ქალბატონი კალასი ვერ აცნობიერებს რა არის ევროპული ღირებულებები. კიდევ ერთხელ, ევროკავშირის პასპორტის ქონა ჯიბეში სულაც არ ნიშნავს ევროპული ღირებულებების გაზიარებას და ამის კარგ მაგალითს გვიჩვენებენ ბალტიის პოლიტიკური ელიტა, რომელიც ვერ გამოვიდა საბჭოთა მენტალიტეტიდან და ცდილობს, რომ ეს საბჭოთა მენტალიტეტის მთავარი დამკვიდრებელი გახდეს, დამკვიდრებელი გახდეს ბრიუსელში. კარგი, სალომე ზურაბაშვილმა გავცილოთ გარემო კითხავთ ამ თემასთან მიმართებაში. კარია კალასის მიმართ წერილი ის ზოგადად საუბრობს ჩინეთის და რუსეთის გავლენებზე საქართველოში და მეტი პოლიტიკური სიცხადის შეტანას მოითხოვს ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილებების მიღების ნაწილში და მაგალითად ერთ-ერთი მოთხოვნად ესეთი რაღაც წერია: შეაფასეთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, როგორც ავტორიტარული გზით ძალაუფლების მიტაცება და რუსეთის მოკავშირეობისკენ მკაფიო სტრატეგიული გადასვლა და ნუ კიდევ სხვა მოთხოვნები აქვს კალასის მიმართ და ზოგადად ევროკავშირის მიმართ გავრცელებული ზურაბაშვილს. ეს ნაწილი შეეხება ჩვენ არ დაგვაუწეს, რომ საჯაროდ არის ცნობილი, რომ ქალბატონი ზურაბაშვილი დაქირავებულია მაკეინის ინსტიტუტის მიერ. იმ ინსტიტუტის მიერ, რომელიც პირდაპირ რევოლუციას გეგმავდა საქართველოში. ასე რომ მისი წერილი სინამდვილეში ეს არის მაკეინის ინსტიტუტის წერილი კაია კალასის მიმართ. ამიტომ ამას ჩვენ ყურადღებას ნუ მოვაქცევთ. კიდევ ერთხელ, როდესაც ქართველ პოლიტიკოს ღიად არის დაქირავებული უცხოური პოლიტიკური ჯგუფის მიერ, რომელსაც აქვს გაცხადებული მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ, ნუ გასაგებია, რასაც ემსახურება ადამიანები ჩვეულებრივად დაქირავებული, საჯაროდ ვიცით, რომ არის დაქირავებული ლობისტი მაკეინის ინსტიტუტის საქართველოში და ატარებს მაკეინის ინსტიტუტის პოლიტიკას, რომელიც კიდევ ერთხელ არის ქართველი ხალხის მიმართ მტრული პოლიტიკა. ბატონო შალვა, თვითმართველი ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ამ ორმა პარტიამ ნელოსა და კახეთის გუნდზე საუბარი და ამან გამოიწვია მათ კოლეგა, ასე ვთქვათ, ოპოზიციურ პარტიებში მათი მიმართ ბრალდებები და კრიტიკა ნაციონალურ მოძრაობასა და ახლებზეა საუბარი. თქვენ ზოგადად როგორ აფასებთ ამ პროცესს და ამ თანამშრომლობას მათ შორის და ამ ურთიერთობებს ოპოზიციურ პარტიებს შორის? დღეს რადიკალური ოპოზიცია არის ჩიხში. ვინაიდან ფაქტობრივად აქვთ ორი გზა და ერთი მეორეზე უარესია. გავლენ არჩევნებზე და დამარცხდებიან, არ გავლენ არჩევნებზე და დამარცხდებიან. ერთ შემთხვევაში დამარცხდებიან არჩევნებში, მეორე შემთხვევაში დამარცხდებიან არჩევნების შედეგად პოლიტიკურად ასევე. პოლიტიკური მარცხი არის მათთვის ორივე გზა. ამიტომ ეს არის დილემა მათთვის და თავარი ეს არის დილემა მათი დამკვეთებისთვის. და ისინი ვერ გარკვეულდნენ, ამიტომ ჯერჯერობით გაყვეს, ასე ვთქვათ. ხედავთ, რომ არის არა ანალიზის შედეგი, არამედ ჩვეულებრივი, აზარტული თამაშის სტილში მოქმედებენ მათი უცხოელი პატრონები, წითელზეც და შავზეც უნდათ რომ დადონ, გაყვეს 4
ბარიელ გადალახული პარტია, ორი იღებს მონაწილეობას, ორი არ იღებს და რომელიღაცა მათი ასე ვთქვათ ფსონი ფიქრობენ, რომ იქნებ რომელიღაცა ფსონმა გაამართლოს და საქმე იმაში არის, რომ ამ ყველაფერში ნული აქვს შანსი, ასე რომ ნული იქნება საბოლოო ჯამში მათი შედეგი. საერთო კანდიდატი ხო დაკავშირებით ელისაშვილზე არის საუბარი. განიხილავენ, რომ ეგ არის კანდიდატი ყოფილიყო საერთო ჯამში თავიდან იქნება ელისაშვილი. პარტია უნდა ყოფილიყო. ახლა თითქოს ელისაშვილზეა საუბარი. რა გითხრათ ახლა ვინ უნდა იყოს გახარიას და ხაზარაძის კანდიდატი, რომ საერთოდ სერიოზულად აღვიქვათ, ხო? ხო შეუძლებელია, რომ მათი წიაღიდან ან მათი ინიციატივით რაიმე სერიოზული წამოვიდეს, შეგახსენებთ ვისთან გვაქვს საქმე? მამუკა ხაზარაძე, რომელიც სასამართლო განაჩენით არის აღებული თაღლითად, რომელმაც ეს განაჩენი გააპროტესტა, წავიდა საერთაშორისო არბიტრაჟში, 1.5 მილიარდი მოითხოვა ყველა ჩვენი მოქალაქის ჯიბიდან და საერთაშორისო არბიტრაჟმაც უთხრა, რომ იყო თაღლითი. და იქით დააკისრა $600,000 გადახდა ბიუჯეტში და გადაიხადა $600,000 გადახდა მოუწია ბიუჯეტში ნაცვლად იმით, რომ ხალხისთვის წაერთო. ანუ საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ აღიარებული თაღლითი. მეორე მხარეს გიორგი გახარია, რომელიც არის უბრალოდ სიტუაციური მატყუარა, რომელიც არაერთხელ ნახეთ საგამოძიებო კომისიაზე, რომ იმისთვის, რომ იმ მომენტში გამომძვრალი იყო რაღაც მისთვის უხერხული კითხვიდან, ერთ წუთში ერთ რამეს ამბობდა, მეორეში გადათქვამდა. შეგახსენებთ, რომ აპრილში მისი ჩვენებების დროს მან თქვა, რომ ის არ ახსოვს რომელი ერთ შეხვდა გადადგომის წინადღეზე, როცა ეხა საუბარი და ვიღაც ელჩები იყვნენ, მეორე დღეს გაახსენდა, რომ შეხვდა ამერიკის ელჩს და ამერიკის ელჩთან საბოლოო ჯამში გავარკვიეთ, რომ მასთან შეთანხმებით გადადგა თანამდებობიდან იმისთვის, რომ ჩამოეშალა სახელმწიფო რგოლი, ასე ვთქვათ, და გამოეწვია რევოლუცია. შეგახსენებთ, რომ მაშინ ნიკა მელიას საკითხი იყო, სააკაშვილი ცალკე ის გარედან გვემუქრებოდა და ჩვეულებრივად 2020 წლის არჩევნების შემდეგ იყო გადატრიალების ცდილობა, რომლის ნაწილიც გახადეს მაშინ გიორგი გახარია. ასე რომ გვაქვს თაღლითთან და სიტუაციურ მატყუარასთან საქმე. ასე რომ მათი მხრიდან რა უნდა იყოს ისეთი ან იდეა, ან ინიციატივა, რომ ქართული ხალხის ხალხაჩერა დაემსახურა. გაჩიაშვილის მოცემის საკითხთან დაკავშირებით მინდა კი პოტენციალებები აქვს მიღებული, ციხიდან არის გადაყვანილი, ოპოზიცია მოითხოვს, რომ განის ციხის პროცესის გათავისუფლება პროცესს უკვე გაათავისუფლონ და ამბობენ, რომ საკითხი ასევე არის პოლიტიკური, თქვენ რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილს, ადამიანმა $1 მილიარდი თაღლითობა ჩაიდიდა. შემდეგ ოსტატ ბენდერის გაქნილობით მანქანა გადააკეთა, შიგნით სამალავი გააკეთა და საქართველოს დატოვა ასე. ანუ ადამიანები ჩვეულებრივ დადასტურებული ოსტატ ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და მანიპულირებს რაღაც აზრებით ადამიანებს. ასე რომ, რა თქმა უნდა, მისი განცხადებების ნდობა არის ძალიან დაბალი. მოვისმინეთ ჩვენ განცხადება პენტენციურ სამსახურისა, ამას გარდა მოკვლევა არის დაწყებული იმისთვის, რომ დადგინდეს მაინც დეტალები, რასთან ქონდა საქმე. ნახეთ, რომ ის განცხადებაშივე იყო თაღლითობა ჩადებული, თითქოს რომ ის სამარტო საკანში იყო მთელი ეს პერიოდი, რაც არის ტყუილი და ამაზე თქვა პენტენციურმა სამსახურმა, რომ ის არის საკანში, სადაც 4 ადამიანი თავსდება და სხვადასხვა დროს მასთან სხვადასხვა პატიმრებთან ერთად იყო. ასე რომ, რა გითხრათ ახლა ოსტატ ბენდერის სიტყვა არ დაეჯერება. ბოდიში, რუსეთის მიერ დეპორტირებული 80-მდე უკრაინის მოქალაქე არის ჩარჩენილი რუსეთის საქართველოს საზღვარზე. ამ ადამიანებს მოლდოვის გავლით სურდათ უკრაინაში გზის გაგრძელება, თუმცა მოლდოვამ უარი განუცხადა. ამ ადამიანებს შორის არიან ძიმე დანაშაულში ბრალდებულები, ასევე პატიმრები. უკრაინა არ იღებს თავის მოქალაქეებს და რუსი აფასდა რას ნიშნავს? ჩვენ გვახსოვს, რომ როდესაც საქართველოს საზღვარს მოადგნენ ეს ადამიანები და საქართველოსში არ შემოუშვით, ამაზე რა ამბავი ქონდა დატეხილი ეგრეთ წოდებულ უფლება დამცველს, რომელიც არის ჩვეულებრივად უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელი. აი დღეს ხედავთ, ხო, იგივე ადამიანები არიან, საქართველოს მოქალაქეები არც მაშინ იყვნენ, არც ახლა არიან. უცხო ქვეყნის მოქალაქეები მოადგენენ საქართველოს საზღვარს და ჩვენთან გიგაურებმა და პატარაებმა და სხვებმა ატეხეს ერთი ამბავი, რომ რატომ არ უშვებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ამ კონკრეტულ ადამიანებს საქართველოში რაღაც მათი გლობალური იდეალიზმის ვითომ გამართლებთ. აი ახლა მიადგნენ მოლდოვის საზღვარს, როგორც ჩანს, ხომ? და ხმას ამოიღებენ, რამეს არ ამოიღებენ. ასე რომ ეს არის, როცა ჩვეულებრივად დაკვეთაზე მუშაობ, არ ვიცი ეს ხალხი რას მოძრაობს, ხან საქართველოს საზღვარს აძლევს, ხან რომელ საზღვარს,
არ ჩვენ ამ ადამიანებს პასუხისმგებლობა არ გვაქვს, ისინი არიან უკრაინის მოქალაქეები, კეთილი ინებოს უკრაინის სახელმწიფომ და მისმა პრეზიდენტმა და იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე. ჩვენ ვზრუნავთ იმ უკრაინელებზე, რომელიც ტოლობის სტატუსით არიან საქართველოში. მართალია უკრაინის პრეზიდენტი არ აფასებს ქართული ხალხის ამ დამოკიდებულებას და ხედავთ როგორი მტრული პოლიტიკა აქვს ქართული ხალხის მიმართ, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს უკრაინის ხალხის მიმართ და ვზრუნავთ იმ ტოლობებზე, რომელიც საქართველოში არის. მიგრაციის სამსახურმა დააკავა 26 ადამიანი, მათ უკვე დაატოვებინეს ქვეყანა, რას მოგვიტანს აი ეს გამკაცრებული კანონი, გამომარტივებს თუ არა ეს გამოვლენისა და აღსრულების. თავისთავად ჩვენ გვაქვს გამოწვევები იმ მხრივ, რომ უკანონო მიგრაცია არ იყოს, იცით რომ მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე არიან აღურიცხავი, უბრალოდ ადამიანები, რომლებსაც ვადაოთ გადაცილებული საქართველოში ყოფნისა, ამიტომ პარლამენტმაც ამიტომ მიიღო კანონმდებლობა, რომ უფრო გაადვილდეს დეპორტაცია. ეს ზოგადი გამოწვევა არის მთლიანად მსოფლიოსთვის, ევროკავშირისთვის, მათ შორის ეს ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომელიც აღებული გვაქვს ევროკავშირის წინაშე, რომ არ დაუშვათ ჩვენ ქვეყანაში ზარდი ან ჭარბი მიგრაციული ნაკადები. კი ბატონო და ბოლო კითხვა იქნება კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი წევრი საუბრობს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლის გეგმაზე საუბრობს ახალ გეგმაზე ერთ-ერთ გადაცემაში ამ ადამიანმა განაცხადა რომ ოპოზიციამ ყველაფერი უნდა იღონოსო რომ უკიდურეს ზომებში მიმართოსო როგორ შეაფასებთ მას აი რა არის ეს ახალი გეგმა ჩაშლის გეგმა მათ მხრიდან ზოგადად გადატრიალების გეგმა ხშირად გვინახავს მათგან დასახული და ბოლოს ყველა თავის ლოგიკაში ტრიალდება ეს არის მათი ბედიღბალი იმიტომ კიდე ერთხელ, როდესაც ქართველი შედგება უცხო ქვეყნის, უცხო ჯგუფის თუ ასე შემდეგ სამსახურში, იმ ადამიანის საქმე წასული. იმას აღარაფერი აღარ უშველს, არც რევოლუციის და არც აჯანყების, არც არაფრის ყვირილი არ უსვენს. როდესაც ადამიანი ღალატობს შენ სამშობლოს, შენ ხალხს, ამისი განაჩენი ისტორიულად ყოველთვის გამოქონდა ქართულ ხალხს ამ ხალხის მიმართ. ასე რომ დღეს ეს არის პლასტი ჩვენი საზოგადოების სამწუხაროდ ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ხედავთ ფიზიკურადაც სხვა ქვეყნის დროშებს აფრიალებენ. საქართველოს დროშას რო ხედავენ, იყურებიან სხვა ქვეყნის დროშა აკლდება თვალში და თუ არ დაინახეს, ემართებათ კუნჩხვები და არიან სხვა ქვეყნის დროშაზე სწორდებიან, სხვა ქვეყნის ჰიმნს მღერიან, სხვა ქვეყნის პარლამენტის წევრებზე ამოძდით მზე და მთვარე, არიან ადამიანები, რომლებსაც საკუთარი სამშობლო დაკარგეს და რაც თქმა უნდა ეს საბოლოო ჯამში მათი განაჩენი არის რომ იქნებიან უსამშობლო ღამურები. მადლობა.